ეხლა ეს ტელეფონი აიღეთ და დადეთ იქ. მონახა, ვიტო, მონა. მე რა ვუსვარ დავაყენეს? არ უცვლინეს. მამაზესანიადა, ხომ მოწავდე. ანდრო ჭიჭინაძემ იქ რა დააშალა. სამუდამ ხოსები აღსასწრაფო. თუ მაინც და მაინც კაი დავასახელებ ორგანიზატორს და რავი თუ გსურთ დაიჭირათ. ეს არის ირაკლი კობახიძე. ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის საქმეზე სასამართლომ უკვე მოусმინა ბრალდების ყველა მოწმეს. გამოიკვლია ბრალდების ყველა მტკიცებულება. გავიხსენოთ და ვნახოთ, რა აჩვენა ბრალდების მტკიცებულებებმა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე. საქმეზე დაიკითხა ბრალდების 35-მდე მოწმე, გამომძიებლები, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტები, დაკავებაში მონაწილე პოლიციელები, დაზარალებული პოლიციელები და ისინიც, ვინც აქციების დროს დამდგარ მატერიალურ ზიანზე საუბრობდნენ. 35-მდე მოწმიდან 15-მდე პირი დაზარალებული სტატუსის მქონე პოლიციელი იყო. სასამართლოზე ვერც ერთმა მათგანმა ვერ დაასახელა, ვინ მიაყენათ დაზიანება. ვერ ხედავთ პიროვნებას, რომელმაც თქვა გესროლათ. არ დამინახავს ვინ ესროლა. იმ დღეს მე ვერ ამოვიცანი რა სიმართლე. პირველ დეკემბერს მე ვიყავი თერჯოლაში. შევძლებდი მე თერჯოლიდან ქვისროლას. ვინ ისროლა, მაგის დანახვა ვერ შევძელით ხო? დიახ. მე რა ვუსვარ დავაყენეს? არ უცვლინეს. სასამართლო პროცესებზე პროკურატურამ მტკიცებულებების სახით წარმოადგინა ვიდეოებიც. ვიდეოები კიდევ რაც გვაქვს წარმოდგენილი, რაც უნდა პარადოქსი იყოს, ეს ჩვენი სასარგებლოდ უფრო არის ეს ვიდეოები ვიდრე თქვენი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ვიდეოებში ჩანს როგორ ისვრიან პოლიციელების მიმართულებით ბრალდებულების სხვადასხვა ნივთებს, რითაც საფრთხე ექმნებოდა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. თუმცა დაცვის მხარის მტკიცებით, რეალურად ვიდეოებში არ ჩანს მიმართულება და არც ის, ხვდება თუ არა ვინმეს ნივთი, მით უფრო დაზიანდა თუ არა რომელიმე პოლიციელი. სად ჩანს სამართალდამცავები ამ ვიდეოში? გამომდინარე იქიდან რომ ასე არის არა, ვერ გაგცემ ესე კონკრეტულ მოკლე პასუხს ვერ გაგცემ. მეტიც, ადვოკატი ომარ ფურცელაძე გური მირცხულავას და გიორგი ტერიშვილის საქმეზე ექსპერტიზაზე დაყრდნობით ამბობს, რომ საგნის რაობის განსაზღვრა შეუძლებელია, მირცხულავასთან დაკავშირებული ვიდეო კი დამონტაჟებული. რეზო კიკნაძის ადვოკატის თქმით კი, პროკურატურის ვიდეოში ის ხელსახოთს ისვრის. შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში ჩანდეს ცალკეული მოქმედებები, მაგრამ არსად შედეგი ასახული არ არის. არც ერთ შემთხვევაში ნაჩვენები არ არის, რომ პოლიციელს მოხდა, არსად არ არის ნაჩვენები, რომ საერთოდ პოლიციის მიმართულებით არის გასროლილი. ბრალდებამ სასამართლოზე დაზარალებულად ასევე წარადგინა მერიისა და პარლამენტის თანამშრომლებიც, რომლებიც ზოგადად საუბრობდნენ აქციების დროს დაზიანებული ქონების შესახებ. ისინი ვერ ასახელებენ და ბუნდოვანია, რა კავშირი აქვთ დაკავებულებს აქციების დროს დაზიანებულ ქონებასთან. დღეს ვისთვის მოხდით აქ თქვენ რა გითხრეს? რომ ესენი არიან ის ადამიანები, ვინც თქვენ დაგაზიანათ. არა, მე მაგას როგორ ვიტყვი, ვერც და მას ვიზოვა. უარყოფერს დავადასტურებ, მაგას ეხლა ვინ დააზიანა, ჩემი საქმე არ არის. ბრალდება ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის მტკიცებაა. მოდით ვნახოთ, რას ამბობდა პროკურატურა 5 თვის წინ. ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის სამოქმედო გეგმას. განსაზღვრავდნენ ძალადობრივი ქმედებების ჩადენის სავარაუდო ადგილს, დროსა და ხელს. ჯგუფის წევრებს უნაწილებდნენ კონკრეტულ როლებს, მოუწოდებდნენ ძალადობრივი მოქმედებების გაგრძელების აუცილებლობისაკენ. თუმცა დაცვის მხარის თანახმად ამ 5 თვის განმავლობაში პროკურატურას ჯგუფურობის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. როგორ შეიძლება რომ ჩვენ ვერ გვაქვს ჯგუფი და საერთო ნაცნობებიც არ გვყავდეს ერთმანეთთან? მე-10 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ჯგუფური დავალება რო შევასრულე, მაგის მერე ჯგუფური არ მქონია არაფერი საერთოდ. ჩემ და საუბედურე და სამწუხაროდ არც ერთს არათუ არ ვიცნობდი, გაგებულიც არ მქონდა არც ერთზე, აი ანდრო ჭიჭინაძეც არ მქონდა გაგებული, ეს ჩემი შეცდომა, მაგრამ პირველად რომ გავიდი ანდრო ჭიჭინაძე დაიჭირესო, რომ წავიკითხე, ვფიქრობდი ვიღაც ანდრო დაიჭირეს, ალბათ ჭიჭინაძის ქუჩაზე. დაცვის მხარის შეფასებით ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობის ბრალის აბსურდულობა
კიდევ უფრო ცხადი გახდა 29 ივლისს, საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის სასამართლოში დაკითხვისას. გამომძიებელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქმის ბრალდებულებსა და ეგრეთ წოდებულ ორგანიზატორებად მოაზრებულ პირებს შორის პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის. ანდრო, ონისე, ჯანო, გური და ყველა ბიჭი, ვისაც ბრალად წარდგენილი აქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, არ მონაწილეობდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში. ყოველ შემთხვევაში არ არის შეფასება, ეს არის არსენ ხუნაშვილის განცხადება, მას არ აქვს მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ბიჭების ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ადასტურებდა. სინდისის პატიმრებს 4-დან 6 წლამდე სასჯელი ემუქრებათ. მათ ევროპული ქვეყნების მიერ სანქცირებული ნინო გალუსტაშვილი ასამართლებს. ამ ქვეყანაში მოვა ის დრო, როცა გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო, გვექნება დამოუკიდებელი პროკურატურა და ყველა მოსამართლე, ყველა პროკურორი, ვინც ამაში მონაწილეობას იღებს, დაჯდება ერთ დღეს აქ და ზუსტად იმ მუხლით, რა მუხლითაც ჩვენ გვასამართლებენ, ორგანიზებული ჯგუფური დანაშაულით, მურუსიძე და ჩინჩალაძე იქნებიან ორგანიზატორები და მაგით გაასამართლებენ. ეს მოხდება ასე.